რუსთავის ავტობაზრობას და მიკადო ჯორჯიას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო 850.000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში გამოქვეყნებულ ანგარიშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს ფარმაცევტული თევზის ბაზრობის და ონლაინ სერვისების მიმართულებით. ამასთან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის რეკომენდაციით განახლდა თხილის და მოცვის ბაზრებზე დაკვირვება შესწავლის რეჟიმია, ასევე FMCG სექტორის საავტომობილო საწვავისა და თამბაქოს ბაზრებზე. მაისში კომპანიების ბრუნვის მოცულობის ინდექსი 7.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქსტატის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით მცირედი ზრდა ბრუნვაში ყველაზე დიდი წილი ავტომობილებით, მოტოციკლებით ვაჭრობას უკავია. ამ სექტორში მაისში ბრუნვა 696 მილიონი ლარი იყო. სამეულში შედიან ასევე ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის მიმართულებები. ყველაზე ნაკლები ბრუნვა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდენსირებული ჰაერის მიწოდების სექტორშია. შიდა ქართლში სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად წყლით უზრუნველყოფად 11,900 ჰექტრამდე სავარგულზე გაუმჯობესდება. საკითხზე რეგიონში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამელიორაციო სისტემების არსებული მდგომარეობა, სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები განიხილეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან სამუშაოები სწორედ რეგიონებიდან მიღებული წინადადებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმება. ქართული წარმოების პარიკების გაყიდვები ბოლო 1 წელში თითქმის 60-70%-ით გაიზარდა. ადგილობრივი კომპანიები ამბობენ, რომ მზარდი მოთხოვნა პარიკების მაღალი ხარისხით არის განპირობებული, რადგან იმპორტირებულისგან განსხვავებით ქართული პროდუქცია 100%-ით ნატურალური თმისგან მზადდება. კომპანიები გაზრდილი გაყიდვების ფონზე ფართოვდებიან კიდეც, მაგალითად პარიკების ოთახმა თბილისის შემდეგ ფილიალი ქუთაისში გახსნა. უახლოეს პერიოდში კი მაღაზიის გახსნა ბათუმშიც განიხილება. სამომავლოდ გეგმებში შედის პროდუქციის ექსპორტზე გატანა და მამაკაცის პარიკების ხაზის დამატებაც. ვაგრძელებთ გადაცემას. თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 კი დაშავდა. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო. სტატისტიკური მონაცემებით თბილისში დაახლოებით 10,000-მდე ავარიული შენობაა, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ძველუბნებში, მათ შორის ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონებში, სოლოლაკში, ვერაზე, ავლაბარსა და მთაწმინდაზე. ავარიული შენობების რიცხვს განეკუთვნება საბჭოთა პერიოდში აგებული საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილიც. მდგომარეობას როგორც თბილისის მერიაში ამბობენ ართულებს ის, რომ ხშირად ჭირს მოსახლეობის ძველი მშენებლობებიდან გამოყვანაზე დაყოლება. რა უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული ავარიული შენობების ან სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის დროს, თემაზე სტუმართან უჩა ზაქაშვილთან, სამშენებლო სამართლის სპეციალისტთან განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო უჩა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. სამშენებლო სამართლის საკითხები აქტუალობას იძენს ხოლმე სამწუხაროდ მსგავსი უბედური შემთხვევების შემდეგ და ამჯერადაც მოდით დავიწყოთ კონკრეტული ინციდენტის შეფასებით. საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში როგორ შეიძლება ჩვენ დავინახოთ ეს მოვლენა, რასთან გვაქვს საქმე და შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება ამ შემთხვევის. დიახ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, თბილისს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა აქვს, თვითონ ქალაქი ბუნებიდან გამომდინარე უამრავი ავარიული შენობა არის. ასევე ის უნდა ითქვას, რომ უამრავი პროგრამა მუშაობს, რომელიც ამ ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვის არის მიზანმიმართული, თუმცა ცხადია, პრობლემის მოგვარება სწრაფად და ერთბაშად შეუძლებელი არის. შესაბამისად, გვაქვს გამოწვევები. თუ კი ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს არეგულირებს და მაგალითად ვიცით, რომ მშენებლობის პროცესში უნდა იყოს ღობე, ჩაკეტილი ჭიშკარი, სამშენებლო ბადეები, რომ დაცული იყოს როგორც შენობის შიგნით, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე გადაფეხით გამოსიარულეების და სხვადასხვა პირების უსაფრთხოება. ავარიულ რეჟიმში ყოფის შენობებისთვის რაიმე ესეთი ტიპის რეგულაციები დადგენილი არ არის. შესაბამისად, ჩვენ როდესაც ქუჩაში მოძრაობთ, ხედავთ, რომ ეს ავარიული შენობები უბრალოდ დგას.
და ვინ არის პასუხისმგებელი, ვისზე გადის პასუხისმგებლობის მთავარი ხაზი, როდესაც მსგავსი ავარიული შენობების თუნდაც ფასადის ჩამონგრევა ხდება, რაც ხდება მსხვერპლის მიზეზი. დიახ, მოქმედი კანონმდებლობა ორი ძირითადი მიმართულებით ადგენს პასუხისმგებლობას. პირველი არის მესაკუთრეები, ვინც არიან მესაკუთრეები ესეთი შენობა-ნაგებობების, გვაქვს კოდექსში 137 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ესეთი ტიპის მესაკუთრეების პასუხისმგებლობას, რომ განახორციელონ ესეთი შენობის დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. აქ იგულისხმება შენობები, რომელთა ავარიულობის ხარისხით სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ანუ მესამე, მეოთხე და მეხუთე კატეგორიის შენობები ავარიულობის. ასევე გვაქვს მეორე ტიპის პასუხისმგებლობა, რაც უკვე უკავშირდება უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებსაც აქვს პასუხისმგებლობა განსაზღვრონ ესეთი არეალები, სადაც მსგავსი შენობები გვაქვს და დაგეგმონ ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები. რამდენად მკაცრად კონტროლდება, რომ გითხრათ, ტექნიკური მდგომარეობა მსგავსი ავარიული შენობების, რადგან ჩვენს ქალაქში დგას რეალურად ეს პრობლემა და ასევე საინტერესოა ბერკეტები, რაც მათ ხელთ არის. ალბათ საინტერესოა ამაზეც ვისაუბროთ. ერთია საკუთრების უფლება, მაგრამ უზენაესია სიცოცხლის უფლება, ხომ ეს? აბსოლუტურად გეთანხმებით. როდესაც სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებას ვუპირისპირებთ საკუთრების უფლებას, გვაქვს საკანონმდებლო საგზაო რუკები, როგორ უნდა გავიდეთ ფონს და აქ ყოველთვის გათვალისწინებული არის ცხადია საკუთრების უფლების კომპენსირება და ასეთ დროს მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა კოდექსის სამშენებლო კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი არ არის ცენტრალური კანონმდებლობის მიხედვით. კონკრეტულად თბილისს რაც შეეხება თბილისის შიდა რეგულაციებით ეს ოდნავ სხვაგვარად არის რეგულირებული და მესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობა იმ შემთხვევაში არ არის მოთხოვნილი თუ ჩანაცვლება სხვა ტერიტორიაზე ხდება. მაგალითად, აქ ინგრევა შენობა, მაგრამ სხვაგან ვაძლევთ მესაკუთრეებს. აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ არის 100%-იანი თანხმობა საჭირო. ამდენად, როდესაც კონკრეტულ მაგალითებზე ვსჯელობთ, ეს დეტალები თუ არ არის ცნობილი, კიდევ უფრო სიღრმისეული შეფასება ჭირს ხოლმე, მაგრამ ზოგადად რომ შევაფასოთ, ცენტრალური კანონმდებლობა იძლევა იმის შესაძლებლობას, კერძოდ კოდექსი, ეს 56 მუხლი გვაქვს, მე-7 პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე აქვს შექმნილი, დადასტურებულია. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დააკომპენსიროს, მათ შორის ურჩი მესაკუთრეები, ვინც არ აწერენ ხელს გამოსვლაზე არ აცხადებენ თანხმობას და ამ გზით აირიდოს თავიდან ამ ტიპის რისკები. ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება რა. აი, რა თქმა უნდა, ეს შემდეგ უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდეგ კომპენსაციები, ეს გასაგები არის ეს ნაწილი, თუმცა ასეთი მსგავსი ტრაგედიების შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, იმის უსაფრთხოების შეგრძნება ცოტა იწევს ხოლმე დაბლა და საინტერესო არის სამომავლოდ, თქვათ, მათთვის, ვისთვისაც ეს თემა ნამდვილად საჭირბოროტოც კი არის, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომელ უბნებში იგეგმება, თქვათ, შემდგომში უკვე ეს სამუშაოები, ავარიული შენობების გამაგრება თუ რაც საჭირო არის? დიახ, აღნიშნულთან დაკავშირებით. შეგიძლიათ უბნების მიხედვით ან კონკრეტულად ანუ პრობლემური უბნების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, საინტერესოა ალბათ უფრო მეტად. ამასთან დაკავშირებით ცხადია, ჩემზე უფრო კვალიფიციური პასუხს თბილისის მუნიციპალიტეტი გასცემს, თუმცა განსაკუთრებული მძიმე მდგომარეობა ცხადია ძველ თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიებს ახასიათებს, ასევე იმ უბნებს, სადაც 50-60-იანი წლების განაშენიანება არის, იმიტომ რომ ეს შენობები ხანდაზმულობას. დიახ, გარკვეული მიწისძვრები და გარე ფაქტორები, აი ყველა ძალიან ბევრი ფაქტორია ერთდროულად, რაც ამ შენობების ავარიულობას განაპირობებს და ამ წლების შემდეგ იყო ეს ფაქტორები ზუსტად. მნიშვნელოვანია ეს უამრავ კვლევაშია ხოლმე აღნიშნული. რამდენი წლის არის ეს შენობები? ვსაუბრობთ კანონმდებლობაზე და რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, საინტერესოა როგორია წარსული გამოცდილება მსგავსი შემთხვევების შემდეგ, ანუ პრეცედენტები თუ გახდა პრევენციის საფუძველი, რომ გითხრათ, თქვენი შეფასებაა საინტერესო და ასევე თქვენი შეფასებით კანონში რამდენად არის საჭირო ცვლილებების განხორციელება იმისათვის, რომ დაეզღვეს მსგავსი შემთხვევები. პირველ რიგში, წარსულ გამოცდილებას რაც შეეხება, ძალიან არ არის ადვილი აქ რაღაც პოზიტიური შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ გვაქვს შემთხვევები ბათუმში, რომელიც რაღაც პერმანენტულად მეორდება, თბილისში, რომელიც მეორდება, ამიტომ იმის თქმა, რომ რაღაც განსაკუთრებული დასკვნები არის გამოტანილი, ან პრობლემის გადაჭრა მოფიქრებული რთული სათქმელია
რაც შეეხება რეგულაციებს, აი ძალიან სასაუბროდ ადვილია, თუმცა აი როდესაც ესეთი ავარიული შენობა, მათ შორის ფასადი ჩამონგრევის საფრთხის წინაშე არის, ცხადია, უნდა გქონდეს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც გარკვეულ დამცავი ღონისძიებების გატარების სავალდებულოდ გახდის, რომ მაგალითად თუნდაც ფეხით მოსიარულეთათვის რო არ იყოს პრობლემა, იქ გარემოვაჭრეები რო არ იდგნენ, მანქანები რო არ ეყენოს, აი რაღაც ელემენტარულ რაღაცებზე ვსაუბრობ, რომელიც ამ წუთში არ არის გაწერილი მშენებლობის საფრთხების ტექნიკურ რეგლამენტებში, მაგრამ სწორედ ის გამოცდილება, რაც თქვენ ახსენეთ, აი ამის საფუძველს უნდა გვაძლევდეს. საინტერესო საერთაშორისო გამოცდილება როგორია და თუ მიმდინარეობს აღნიშნული მიმართულებით მუშაობა, თქვენ როგორც ამ მიმართულების სპეციალისტი? არა, ამ მიმართულებით ამ მომენტისთვის არანაირი ტექნიკური რეგლამენტები დამუშავებული არ არის და ამიტომ კარგია რომ მოუწოდოთ ამ ეთერიდანაც რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე დაფიქრება და შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ჩვენი ტექნიკური რეგლამენტები მხოლოდ მშენებლობის პროცესს არეგულირებს და ავარიული შენობა-ნაგებობების, რომელიც უკვე პროცესი ცხადია და არ მიმდინარეობს სამშენებლო, არ შეეხება კონკრეტულად თუ როგორ უნდა იქნეს შემოსაზღვრული, როგორ უნდა იყოს სამშენებლო, ანუ ეს ყველაფერი გაწერილი არ არის. აქედან გამომდინარე არის ეს არსებობს ეს სიცარიელე, რომელზეც მხოლოდ შეიძლება მორალურ დონეზე ვილაპარაკოთ, რომ ესე უნდა მომხდარიყო, მაგრამ სამართლებრივი საფუძველიც უნდა არსებობდეს. ვინ შეიძლება იყოს ინიციატორი, რომ გითხრათ მსგავსი ცვლილებების განხორციელების? ყველა ვარიანტში უნდა იყოს მუნიციპალიტეტი, რადგან ესეთი ტიპის საკითხები არის მუნიციპალური უფლებამოსილების შემადგენელი და ჩემი პირადი მოსაზრებით ყველა მუნიციპალიტეტი ვალდებულია ამაზე ფიქრი დაიწყოს, იმიტომ რომ ჩვენ ვლაპარაკობთ გამწვანებაზე, რაღაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაც ამ სიაში უნდა იყოს. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ როგორი ჯიშის ხე დავრგოთ ეზოში, ხო? და ამაზე ნაფიქრი გვაქვს და რაღაც ჯიშები გვაქვს დამტკიცებული, თქვათ, სიღნაღში რა ჯიშის ხე შეიძლება რომ დაირგოს. აუცილებელი არის რომ ამაზეც გქონდეს ნაფიქრი და დარეგულირებული ეს საკითხებიც. ანუ თქვენი შეფასებით ზედამხედველობა რაც ხორციელდება არის ფორმალური და არა რეალური შედეგის მომცემი? არა, მასე ვერ ვიტყვი, თუმცა ესეთი ტიპის ინდივიდუალური შემთხვევების და პრევენციისთვის საკმარისი არ არის. თორემ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ფართო უფლებამოსილება გააჩნია მუნიციპალიტეტებს ზედამხედველური საქმიანობის ჩასატარებლად, მაგრამ ახლა ამ მომენტისთვის არსებობს 5,000 ლარიანი ჯარიმა ესეთი ტიპის მესაკუთრეებისთვის და ჩემი აზრით წარმოუდგენელია, რომ ან სოციალურად დაუცველი, ან ის ადამიანი, ვინც ამ შენობაში ცხოვრობს, ცხადია, ავარიულ შენობაში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული ფუფუნება არის, ან უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა, ხო? სხვანაირ შენობაში იცხოვროს. ეხლა ამ ადამიანებს რო 5,000 ლარიანი ჯარიმა დაუწეროთ, აბსოლუტურად არალოგიკური რეაგირება იქნება, ხო? და ანუ ეს ინსტრუმენტი გააჩნიათ, მაგრამ ეხლა ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შენობა ხო არ გახდება, ანუ რეკონსტრუქციას ხო არ განიცდის ჯარიმის გამოყენებით, ხო? ცხადია, უფრო სხვა ტიპის ჩარევა არის საჭირო და იმ ელემენტარული მიმდებარე ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც ცალსახად მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს. აქ ცენტრალური კანონმდებლობა, პარლამენტი, ანუ მეორე ხარისხოვანი არის. ეს არის შიდა რეგულაციები, რომლებიც მუნიციპალიტეტებმა უნდა დაადგინონ. საზოგადოების ცნობიერებაზეც მინდა გკითხოთ, საინტერესოა განათლება, ცოდნა რამდენად აქვს ჩვენს საზოგადოებას იმისათვის, რომ თუნდაც მოითხოვონ ის, რაც მათ ეკუთვნით, დაიცვან საკუთარი უფლებები, თუნდაც მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში შესაბამის ორგანოებთან იყვნენ ისინი პასუხისმგებლიანები. რამდენად არის მსგავსი პრეცედენტები? ჩვენ ძირითადად მსგავს სიტუაციებში გვესმის, რომ მოსახლეობა ურჩობს, არტოვებს მსგავს შენობებს, ვერ დგება მოლაპარაკება და ხშირად ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დიახ, ეს სწორია, ნამდვილად არის ესეთი პრეცედენტები და არაადეკვატური ხშირად მოთხოვნები აცდენილი საბაზრო რეალობას, რაც რა თქმა უნდა მძიმე ფინანსური ტვირთი არის და მისი თავის თავზე აღება არც ბიზნესს და არც სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ სწორედ ესეთი შემთხვევებისთვის კანონმდებლობა, საქართველოს კონსტიტუცია, კონვენციები და მათ შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე აქტები ითვალისწინებენ ესეთ დროს საკუთრების უფლების შეზღუდვას სამართლიანი კომპენსაციით, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაზრო ღირებულებით უნდა დააკმაყოფილოს სახელმწიფომ, ეს არ ითვლება არც ძალადობრივ აქტად ან საკუთრების უფლების დარღვევად. ეს არის ლეგიტიმური გზა,
რომელიც როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ასევე ჩვენ შიდა კანონმდებლობას და ასევე პრაქტიკას და გამოცდილებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე ეს არ არის რაღაც ისეთი მოქმედება. და მსგავსი შემთხვევები რამდენად ხშირია პრაქტიკაში? ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ აი საკუთრების უფლების ხელობას ვერ მოვახდენთ და ამიტომ უნდა დაველოდოთ რაღაცას. აი უფრო ეს არის ხშირი და აქედან გამომდინარე მე პირად არ ვეთანხმები ამ პოზიციას სხვადასხვა პროექტებში ხშირად გვსმენია იგივე გამართლება, რაც ერთადერთი უწყება და ორგანო არის სახელმწიფო, ვისაც შეუძლია ეს დაარეგულიროს. თუ სახელმწიფო ამ უფლებამოსილებით არ ისარგებლებს, მაშინ ჩვენ მოქალაქეებს არ შეგვიძლია, რომ თქვათ ჩვენი მეზობელი გამოვაგდოთ იქიდან, იმიტომ რომ არ თანხმდება რეაბილიტაციას, ხო? ამის ერთადერთი ინსტრუმენტი გააჩნია მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, სწორედ მისკენ არის ხოლმე ესეთ დროს ისრები, რომ მან უნდა ახსნას რატო არ აკეთებს, ან უნდა გააკეთოს და ბატონო უჯა, ჩვენ ვახსენეთ 10,000-მდე ავარიული შენობა თბილისის მასშტაბით. მე მინდა გთხოვოთ თქვენ შეფასება. ის პროექტები და ასევე თქვენ გაუსვით ხაზი საუბრის დასაწყისში, რომ არაერთი პროექტი ხორციელდება ჩანაცვლების და ასე შემდეგ. რამდენად არის საკმარისი და რამდენად არის შედეგის მომცემი? პროექტი გასაგებია, რომ გაჟღერდა და კარგია. რამდენად განხორციელებადი, ანუ ხელშესახების შედეგები რამდენად გვაქვს? დიახ, ჩემი აზრით ხელშესახების შედეგები უკვე არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი ტიპის შენობა დაინგრა და მათ მაგივრად აშენდა ახალი შენობა, თუმცა მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა გადახედოს თანამშრომლობის პირობებს, რადგან არც ისე საინტერესო შეთავაზება გამოდის ხოლმე ბიზნესისთვის, რადგან ის შესაძლო სარგებელი, რაც ბიზნესმა უნდა ნახოს ესეთი ტიპის ჩანაცვლების პროგრამიდან არის ძალიან მცირე. რასაც პრაქტიკა აჩვენებს, აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით მუნიციპალიტეტი უფრო მოქნილი უნდა იყოს, რადგან უფრო მეტი დაინტერესებული კერძო სუბიექტი ყავდეს, რათა ეს პროექტი კიდევ უფრო საინტერესო იყოს ბიზნესისთვის. ანუ ერთის მხრივ ბიზნესისთვის ეკონომიკური სარგებელი და მეორე მხრივ მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის დასაბალანსებელი. დიახ, იმიტომ რომ კარგია, როდესაც ამ ეს პროექტები ხორციელდება უამრავი ადამიანისთვის, იძულებით გადაადგილებისთვის, ავარიული შენობის მესაკუთრებისთვის ხდება, ნამდვილად ხდება ამ აშენებულ შენობებში ფართების გადაცემა, ეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი პროექტი არის, თუმცა პირობები, რომელიც გაწერილია ამ ტიპის თანამშრომლობისთვის, ბიზნესისთვის ძალიან საინტერესო არ არის. ანუ თქვათ, ყველა ბიზნესისთვის ეს საინტერესო არ არის და ამიტომ მუნიციპალიტეტს შეუძლია, რომ უფრო მოერგოს ამ ბიზნეს ინტერესებს, ისე რომ ცხადი არ დააზარალოს სხვა არც ერთი ინტერესი. კი ბატონო, და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, რამდენიმე ვთქვათ ბულეტად რომ ჩამოგვიყალიბოთ ყველაზე სუსტი ასპექტები სამშენებლო სამართლის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში რა არის, რაც აი ზედაპირზე დევს და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. დიახ, რამდენიმე ბოლო კვლევით და სტატისტიკით ჩვენ ვნახეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ გარკვეული კონტროლი გამკაცრებული არის, სახელმწიფო კვლავ ვერ აკონტროლებს შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების საკითხს, რაც ფინალური ხაზი არის მშენებლობა დამთავრებული ობიექტებისთვის. ამ მიმართულებით დიდი რეფორმა აუცილებლად ჩასატარებელი, რადგან პრაქტიკულად გვაქვს ბიუროკრატიული მექანიზმი, რომელსაც არანაირი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს, რადგან შენობები ახერხებენ ექსპლუატაციაში მიღებად ფუნქციონირებას. ეს ერთი, ხოლო უსაფრთხოების თვალსაზრისით ცხადია ავარიული შენობა-ნაგებობებისთვისაც გვჭირდება იმგვარი ტექნიკური რეგლამენტები, რომ 10,000 ავარიული შენობა-ნაგებობის არსებობის პირობებში კიდევ სხვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დაზიანდეს, ანუ მათი არსებობა უნდა გაგრძელდეს იმ უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რომელიც დასადგენია. ძალიან დიდი მადლობა. პასუხისმგებლობის ხაზები ალბათ გადის როგორც საზოგადოებაზე, ასევე მუნიციპალიტეტებზე და ზოგადად ხელისუფლებაზე. გისმენთ, რა თქმა უნდა. ბატონო უჩა, თბილისში არის უამრავი სახლი, რომელსაც კულტურული, ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. მინიჭებული. და ფაქტიურად მათი ხელისუფლება არ შეიძლება. მაგრამ ამავე დროს აქ მეორე რეალობას ვაწყდები, რომ საკმაოდ ბევრი მათგანი არის ძალიან სავალალო მდგომარეობაში. ხომ არ ხდება აქ გარკვეული იურიდიული კაზუსი და ის რომ ერთი მხრივ ხელისუფლება არ შეიძლება და მეორე მხრივ ხელი არ ვახოთ დაინგრევა. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში და დამცავ ზონებში ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეებიც ცხოვრობენ და უმეტეს შემთხვევაში პასუხიც კი არ გვაქვს, რატოა ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მხოლოდ ეს სტატუსი ქმნის ისეთ დაბრკოლებას, რომ უბრალოდ ჭერიდან თუ წყალი ჩამოგდის, ჭერის გაკეთებისთვისაც კი გჭირდება იმ სიგრძე და ისეთი რთული ბიუროკრატიის გავლა, რაც პრაქტიკულად არ შეუძლია ჩვენ
რიგით მოქალაქეებს. ამიტომ ამ შეკითხვის პასუხად მხოლოდ იმის თქმა შემილია, რომ ამ მიმართულებითაც მძიმე სამართლებრივი პრობლემები გვაქვს, რადგან გვაქვს უმკაცრესი კანონმდებლობა, უმკაცრესი ჯარიმებით 250,000 ლარიანი ჯარიმა გვაქვს და 200,000 ლარიანი ჯარიმა, რაც უბრალოდ აბსურდი არის. აქედან გამომდინარე ეს კიდე ცალკე მიმართულება არის, რომელზეც უბრალოდ ამ გადაცემაში ცხადია. 10,000 ავარიულ შენობაში არის მოხვედრილი ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხიც, რაც ნამდვილად არის ცალკე მიმართულება, საკმაოდ პრობლემური, სწორედ იმ ისტორიულ უბნებში, რომელიც ჩვენ ვახსენეთ. გელოდებით აუცილებლად ჩვენთან ამ თემაზე სასაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს შევახსენოთ, ჩვენი სტუმარი იყო უჩა ზაქაშვილი, სამშენებლო სამართლის სპეციალისტი.